ძლიერი საქართველო ეხმაურება იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომელიც უწყებამ დღეს დილით გამოაქვეყნა და რომელიც იწყება სიტყვებით, რომ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ წააგეს საარბიტრაჟო დავა ანაკლის პროექტთან დაკავშირებით ვაშინგტონის არბიტრაჟში. ხაზარაძე ჯაფარიძის თანაპარტიელები კი ამბობენ, რომ უწყებამ გავრცელა დეზინფორმაცია, რომ თითქოს მათი პარტიის ლიდერები იყვნენ ამ პროცესში ჩართული. რეალურად კი საარბიტრაჟო დავა დაიწყო პროექტის ერთ-ერთმა ინვესტორმა ბობ მეიერმა, რომელმაც დამოუკიდებლად მიმართა სარჩელით და ის ითხოვდა სახელმწიფოს მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ ზიანის ანაზღაურებას. ძლიერ საქართველოში ამბობენ, რომ მიუხედავად იმისა, თუ რა ტიპის გადაწყვეტილება მიიღო არბიტრაჟმა, ფაქტი უცვლელია, რომ ქართულმა ოცნებამ არ გამოავლინა პოლიტიკური ნება, რომ დასრულებულიყო ანაკლის პროექტის მშენებლობა, პირიქით ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს პროექტი ჩავარდნილიყო. რაც შეეხება თავად დავის შინაარსს, ძლიერ საქართველოში დეტალურად საუბარს არ აპირებენ იმ მიზეზით, რომ ეს არ ყოფილა მათ მიერ წამოწყებული სამართლებრივი პროცესი. იუსტიციის სამინისტრო და საქართველოს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება ტყუის მორიგ ჯერზე, როდესაც ამბობს, რომ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს რაიმე შეხება გააჩნიათ იმ ვერდიქტთან, რომელიც დღეს იქნა გამოტანილი ვაშინგტონის არბიტრაჟის მიერ. მინდა საზოგადოებამ მიცოდეს, რომ ეს იყო კონკრეტულად ბობ მეიერის სარჩელი, მისი საქმე საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელიც არავითარ შემხედრობაში არ არის არც მამუკა ხაზარაძესა და არც ბადრი ჯაფარიძესთან. ეს არის ბობ მეიერის საქმე. ყველაზე მთავარი აქ დღეს არის ის, რომ 6 წლის წინ რუსულმა ხელისუფლებამ ჩაძირა ანაკლის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი და ჩვენ ვხედავთ, რომ არც შემდგომ პერიოდში, არც ერთი წლის განმავლობაში არც ერთი ნაბიჯი არ გადადგულა იმისაკენ, რომ ეს პროექტი დასრულებულიყო და წასულიყო წინ. ამ პროექტის დასრულება სჭირდებოდა ძალიან მოკლე ხანი და უკვე საქართველოს და ქართულ ხალხს ნანახი ექნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი სამხედრო, ეკონომიკური და გეოპოლიტიკური მოგება. იუსტიციის სამინისტრომ კი გავრცელა მინისტრის მოადგილის კომენტარი. ამ დავის წაგება წარმოჩენილია როგორც დადასტურება, რომ ანაკლის პროექტის ჩავარდნაზე, ჩაგდებაზე პასუხისმგებლები არიან თავად ინვესტორები. რაც შეეხება ბრალდებას დეზინფორმაციის გავრცელების შესახებ, მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი ამ ბრალდებას ასე პასუხობს, რომ ძლიერი საქართველო ახლა ემიჯნება ინვესტორს ამ დავის წაგების გამო, რეალურად კი ისინი, ანუ მომჩივანი და ხაზარაძე ჯაფარიძე ერთმანეთის პარტნიორები არიან. ეს გადაწყვეტილება მიღებული არის ვაშინგტონის არბიტრაჟის მიერ 3 არბიტრის მონაწილეობით ერთხმად, მათ შორის მომჩივნების მიერ დანიშნულმა არბიტრმაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ მთლიანად პროექტის განუხორციელებლად და პასუხისმგებლობა ეკისრებათ ინვესტორებს და ალბათ უკვე უნდა დამთავრდეს სპეკულაციებიც, თითქოს რაღაც ამერიკულ ინვესტიციას თუ დასავლურ ინვესტიციას შეეშალა ხელი. ჩვენი მხრიდან გავრცელდა განცხადება, რა გადაწყვიტა არბიტრაჟმა, საუბარი იყო იმაზე, რომ სახელმწიფო იყო მართალი, მთელი პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ ინვესტორებს, მომჩივნებს და მათ ერთადერთი რაც გააკეთეს, ეხლა დაიწყეს მათი პარტნიორის თუ ყოფილი პარტნიორისგან დისტანცირება. ფაქტობრივად ეს განცხადება ნიშნავს იმას, რომ როდესაც ამდენ დავას წააგებ, უკვე ერთადერთი ის გადარჩენიათ, რომ ისინი დისტანცირდნენ და ფაქტობრივად გამოდის, რომ მათი პასუხისმგებლობა არაფერია და თითქოს მათი ინვესტორი იყო, მათი პარტნიორი იყო ყველაფერში პასუხისმგებელი, თუმცა ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს მათი მონაწილეობა განხილვებში. ალბათ იმას არ იტყვიან, რომ ამ განხილვებზე როგორც ტურისტები ისე ესწრებოდნენ, ხომ? ვაშინგტონის არბიტრაჟის გადაწყვეტილებას თავად ბობ მეიერიც ეხმაურება, ამბობს, რომ გადაწყვეტილება არის გულდასაწყვეტი, თუმცა მისთვის გასათვალისწინებელი ამ პროცესში არის ერთი რამ, რომ ვაშინგტონის არბიტრაჟმა განიხილა ეს ვიწრო საკითხი, იყო თუ არა საქართველოს მთავრობა უფლებამოსილი, რომ ინვესტორებთან შეეწყვიტა ხელშეკრულება. კონსორციუმის განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ გადაწყვეტილება არის გულდასაწყვეტი, თუმცა ფაქტი ასევე არის ის, რომ ქართული ოცნება არ ღვევს მის მრავალწლიან დაპირებას ანაკლის პროექტის და პორტის აშენების შესახებ და ამ განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ მიუხედავად რიტორიკისა და განცხადებებისა, რომ მათი სურვილი იყო ამ პროექტის დასრულება, 5 წლის შემდეგაც არ არსებობს არც ერთი ხელმოწერილი ხელშეკრულება იმის შესახებ, რომ მალე ანაკლის პროექტი აშენდება.